მეგობრებო, აკეთებ ახლა ესეთ გაშლას საერთოს. ვინ ხართ მისთვის? შევფიქრეთ თქვენი პარტნიორი, თქვენი თავი, თქვენი ურთიერთობა, იფიქრეთ ამ ურთიერთობაზე და არაფერზე სხვაზე. და იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა კონკრეტულად, პატარა იდენტიფიკაციას გავაკეთებ თქვენი ენერგეტიკისას, რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა. რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, თუ კონკრეტულად ეს გაშლა არ ემთხვევა, გადადით ჩემ გვერდზე და აარჩიეთ სასურველი თქვენთვის გაშლები, ლაიკები ყველა ვარიანტში მეგობრებო, ენერგოცვლისთვის აუცილებელია იცით, თქვენი გამოწერა, თქვენი კომენტარი, გაზიარებები იმისთვის რომ გავფართოვდეთ, ასე ვთქვათ და სხვებმაც ნახონ, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ასევე ჩემი გვერდის გაშლების ნახვა. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა იმისთვის რომ მიხდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. შეყვარებულები ხართ, ეს არის გულწრფელი ორიენტაციით, გულწრფელი ემოციური ფონი, გულწრფელი თქვენი პარტნიორი, თქვენი სულის მეორე ნახევარი, თქვენი გულის მეორე ნახევარი, ორმხრივია ეს ყველაფერი, თუმცა რაღაცა ხუთი პრობლემა არის თქვენ წინაშე, თქვენ ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, ხინჯად და ხანჯლად გედებათ ეს ხუთი პიროვნება იქნება, რომელიც შეიძლება პიროვნებებია, ვინც წინააღმდეგია თქვენი ურთიერთობის, აღარ დავიწყებ ჩამოსვლას, რომ ამაში დრო არ ვხარჯო, ბევრი ხართ და ეს როგორც მოისაზრება, როგორც მშობლები და ოჯახის წევრები, ეს პიროვნებები, ასევე სამკუთხედში თუ ხართ, ასევე ოთხკუთხედში ვინც ხართ, ასევე თქვენი შვილები თუ ყავთ და წინააღმდეგები არიან თქვენი შეხვედრის და თქვენი ურთიერთობის. მოკლედ, ყველას თქვენი გაქვთ, ძალიან ბევრი ხართ ჩემი გაშლების მაყურებელი და ლაიკების მიზერულად დამწერები, ასე რომ გააქტიურდით და ლაიკები ბევრი დაწერეთ მეგობრებო. ეს არის ან ხუთი პიროვნება, ან ხუთი რაღაცნაირი პრობლემატიკას ქმნის, რომელიც თქვენ გულს ესობა ხანჯლად, ძალიან გთრგუნავთ ამ მომენტისთვის. და ნელა ვითარდება აქედან გამომდინარე თქვენი შეხვედრები, იშვიათად უფრო ესე გაქვთ რომ აი რაღაცა კონფლიქტში არ გადაიზარდოს ისევ და ამ კონფლიქტიდან გამომდინარე ვერ გაქვთ შეხვედრები რაღაც ნაწილს. ეს იქნება ერთი მომენტი და ერთი მაყურებლისთვის იდენტიფიკაცია თუ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, მეორე ნაწილისთვის ეს არის თქვენი შეყვარებული, იგივე გაშლა არის ორივე სქესისთვის და მანდილოსნებზე უყვები და მამაკაცებმა როგორც ყოველთვის მოერგეთ, იჯენტლმენეთ, ნუ გაბრაზდებით ამაზე რომ საუბარია როგორც ასეთი მანდილოსანზე. თუმცა რაღაცა კონფლიქტი არის თქვენ ურთიერთობაში. კონფლიქტი რაღაცაზე ვერ შეთანხმდით, რაღაცაზე ვერ დაზავდით, თქვენი შეხედულებები, ასე ვთქვათ, ვერ მოარგეთ ერთმანეთს, ვერ დაყაბულდით ამ ინფორმაციით, რაც მიაწოდეთ ერთმანეთს, რამაც შეიძლება გულისკენა გამოიწვია მეორე მხრიდან, ისე ვერ გაგიგოთ, როგორც თქვენ უთხარით, სიტყვას სიტყვას და გადაიზარდა რაღაცა პატარა კონფლიქტში, სადაც ადამიანი პრინც პენტაკლად არის წარმოჩენილი, თქვენი პარტნიორი, ეს არის შეიძლება მიწისთიქიის წარმომადგენელი იყოს, კონკრეტულად კურო ქალწული ან თხის რქის წარმომადგენელი, მაგრამ აუცილებელი არ არის ჰოროსკოპი რო ემთხოვდეს, ეს არის ტიპაჟი, ძალიან ნელი, თავისი აი შენელებული კადრი, ასე ვეძახი ხოლმე ამ კონკრეტულად ამ კარტს, იმიტომ რომ ყველაზე ნელი კარტია კარტაროში პრინც პენტაკლი, როგორც ასეთი ადამიანი თუ ძალიან გამადიდებლით არ დააკვირდი, ვერც მიხვდები შენსკენ მოდის თუ საერთოდ დგას და თვეები და წლები ტკეპავს ერთი და იგივე ადგილს, მაგრამ სინამდვილეში ერთ ნაბიჯს რომ გადადგავს, უკვე მილიონჯერ აქვს აწონდაწონილი ისეთი ნაბიჯი, თუ რისი მომტანი იქნება, რა შეიძლება პლუსები და მინუსები ქონდეს ამ მის ერთ ნაბიჯს, ყველაფერთან მიმართებაში ესეთი ძალიან გაწონასწორებული, მიწიერი ადამიანია, ადამიანი, რომელიც მიწიერ ღირებულებებს ძალიან დიდ პატივს სცემს, ეს იქნება ფინანსური მისი სიმყარე, მისი მდგომარეობა, მყარი, ასე ვთქვათ, ჯიბე გამოფხეკილზე მას არც შეყვარებულის ნახვა უნდა და საერთოდ მეგობრებთანაც
კონტაქტისგან შეიძლება თავი შეიკავოს, როცა მყარად არ დგას ისე როგორც მას უნდა. ანუ ძალიან მიწიერი ტიპაჟია, ძალიან ფინანსების გამომუშავებაც უყვარს, მაგრამ ნელია, ასე ვთქვათ, მოქმედებაში ნელი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რა ნაბიჯსაც დგავს, ყოველთვის მყარი არის მისი ნაბიჯები. გაწონასწორებულია, ეს არ არის პრინც თასი, რომელიც ემოციურად რაღაცნაირი რომანტიკოსია და ყველაფერს მთებს გადადგავს, ასე ვთქვათ, რომანტიკით ერთ საღამოს და მეორე საღამოს შეიძლება უბრალოდ საერთოდ გაქრეს. ეს ადამიანი არის გაწონასწორებული, 7 ძალიან მიწიერი ტიპაჟი. და მყარი კედელივით ადამიანია, უბრალოდ ძალიან შეგიძლია კარგად ენდო კედელივით, მეგობარი კედელივით, დამხმარე და კედელივით პარტნიორია თქვენი, ასე შემიძლია ვთქვა, რომელსაც შეგიძლიათ რომ ნამდვილად გულწრფელად ენდოთ. აი ესეთი იდენტიფიკაცია გვაქვს, თუ იდენტიფიკაცია ემთხვევა და ხვდებით რომ თქვენზეა ეს გაშლა, რა ხდება და თუ გამოწერილი არ ყევართ ყველა ვარიანტში დააჭირეთ ჩემი ფოტოს პლუს და გამომიწერეთ, იმიტომ რომ ლაივებს ვაკეთებ ხოლმე და ხშირად გავაკეთებ აწი ლაივებს და ჩემი გამომწერებისთვის მექნება მარტო პასუხი და გამოუწერელისთვის არა, ეს ერთი, მეორეც ის რომ ამითი გავმდიდრდებით, გავიზრდებით და სხვასაც ექნება საშუალება რომ ჩემი საერთო გაშლები იქნება თუ პირადი გაშლებით რაღაცნაირად თავის თავს დაეხმაროს თქვენ მეც მეხმარებით, სხვა ადამიანებსაც ეხმარებით, ამითი ასე რომ დაალაიკეთ, გააზიარეთ, გამოიწერეთ და ყველა აქტიურობისთვის მადლობელი ვარ. წავედით ახლა ეს გაშლა ვნახოთ და ვნახოთ ესე იგი გავიხსენე თემატიკა, როგორც ყოველთვის იმას საუბრობ ხოლმე რომ ავიწყდება და აბა მიდით ჰეიტერებო ჩამომიწერეთ, ახლა ბევრს რო ლაპარაკობ გოგო მაგიტომო და მე გაშლებზე აღარ ყოფნისო, ესეთი ვარ მეგობრებო და უნდა მიიღოთ ის, რაცაც გთავაზობთ მე სხვანაირად არ გამოვა. ან უბრალოდ ასკროლოთ და ნეგატივის არც მე და არც თქვენ აღარ შეგხვდება. ესე იგი რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მისთვის. უკვე გავიგეთ, რომ უყვარხართ, ძალიან ემოციურია, ძალიან ორმხრივია ეს ემოცია და არა მხოლოდ სამმხრივი ეს სიყვარული და მე თქვენ ამ ყველაფერს უკვე გილოცავთ. კიდევ რას გვეტყვის სამყარო, ვინ ხართ მისთვის. ის რაც გაგახარებთ და გინდათ რომ გაიგოთ ახლა მისთვის. ესე იგი, დვავადნომ, როგორც იტყვიან, 2-1-ში ხართ, როგორც ხართ პერიოდულად ცივი დედოფალი, ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი შეიძლება იყოთ. ესე იგი, 2 სტიქია ამ გაშლას რეზონირებს 2 სტიქიისთვის, ეს არის ჰაერის სტიქია, ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი, ასევე წყლის სტიქია, კიბორჩხალა, თევზები და მორიელის ნიშანი. ან ერთი ხართ, ან მეორე ამ გაშლის მაყურებელი. ან უბრალოდ თქვენი ემოციური ფონი არის აი ესეთი გარდამავალი, პერიოდულად ძალიან ცივი ხართ, მენტალურად განვითარებული ქალი ხართ, ძალიან ბევრს გონებით აანალიზებთ და მენტალურად მსჯელობთ და ცხოვრობთ საერთოდ ცივი გონებით. მეორე წუთას თქვენში იღვიძებს ქალი, ემპათი, ქალი მგრძნობიარე, მოსიყვარულე, რომელსაც თასი აქვს ყველას და ყველაფრის მიმართ, შესაძლებელია ძალიან გიყვართ წყლის ტერიტორიაზე საფხულის გატარება და დასვენება, ასე ვთქვათ, კუნძული იქნება, ეს სხვა იქნება ტერიტორიის საქართველოს შიგნით თუ საქართველოს გარეთ, ძალიან გამშვიდებთ წყლის სტიქია, როგორც ესეთი რა, რაც არ უნდა იყოს ჰოროსკოპს ნუ მივეჯაჭვებით, მაინც გეუბნებით ხასიათის შტრიხებს. ძალიან მოსიყვარულე და ემპათი ადამიანი ხართ, შესაძლებელია ძალიან კარგად გრძნობთ შორიდანაც კი ადამიანების თქვენთან მიმართებაში დამოკიდებულებას და აქედან გამომდინარე საჭირო დროს ჰაერის დედოფალი ხართ, ცივი, ასე ვთქვათ, ყინულის დედოფალი, რომელიც როგორც მას ექცევიან, იგივენაირად ხმალი მოშიშვლებული აქვს და სიტყვაზე ჯიბეში არ დაიწყებს ქექვას და თუ გულსატკენენ უპასუხებს შესაბამისად ამ ხმლით მოიგერიებს, ასე ვთქვათ, ყველას და კარგიც არის და საყვარელი ადამიანების მიმართ, თბილი ადამიანების მიმართ ძალიან თბილი, მოსიყვარულე და სტაბილური ადამიანი ხართ ყველა ვარიანტში მისთვის ხართ 4 ფუძის შემქმნელი, მისთვის ხართ აი ამ დღესასწაულის შემქმნელი, რომელიც თქვენთან ერთად გატარებულ პერიოდებში ძალიან
სიამოვნებას მას ანიჭებს და ეხლა ძალიან მოწყენილ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ რაღაცა ემოციური ფონი აქვს ისეთი, რამაც დაადარდიანა 4-ან 5-ან თასით, მაგრამ ზე არის თქვენ შორის არის დათბობა, სიყვარული და ყველაფერი კარგი, რასაც მე თქვენ გილოცავთ.